მოგესალმებით მეგობრებო. ეხლა ვიმყოფები სოფელში და გადავწყვიტე რომ ვიდეო ჩავწერო ფილტრების შესახებ. რაზეც ხშირად გქონდა საუბარი ჩემს ვიდეოებში და ეხლა ერთად მოვუყაროთ ამ ინფორმაციას თავი, რაც შეეხება ფილტრებს. ძირითადად სამი სახის ფილტრზე ვისაუბრებ, არის ნახშირის ფილტრი, როკმაფელი, იგივე ნეკერჩხლის ფილტრი და მესამე არის ბალსას ფილტრი. ორი ესეთი. მოდი დავიწყოთ საუბარი როკმაფელის ფილტრისგან, რომელიც არის რაღაც ძალიან ორიგინალური და განსხვავებული. აი გაჩვენებთ და ესეთი ტიპის ფილტრებია, რომელიც სპეციფიკურ ჩიბუხებში გამოიყენება, ძირითადად ბრიქამის ჩიბუხებია ამისთვის რა. აი ესეთი ჩიბუხია ბრიქამის. გაჩვენებთ როგორ ჭრება მასში რა. აი ნახეთ, ესეთი გრძელი შიდა ნაწილი აქვს და ესე შედის შიგნით. ანუ ძირითადად ეს ფილტრი ესე იგი იწოვს ნესტს ძალიან კარგად და ნესტთან ერთად ცოტა მჟავიანობასაც, ანუ გემოსაც რაღაც ნაწილობრივ, ასევე გემოზეც ნაწილობრივ ახდენს გავლენას, თუმცა მნიშვნელოვნად არა. გამტარიანობა ძალიან კარგი აქვს და მრავალჯერადი გამოყენების არის, შეგიძლიათ გამოიყოთ, გარეცხოთ და გაუკეთოთ, რავი. მიახლოებით მეც სადღაც ალბათ 1-10 მოწევა შეგიძლიათ თავისუფლად გამოიყენოთ, თუმცა ფორუმებზე თუ ნახავთ 20 მოწევაც არის ბევრი მიახლოებით 20 მოწევის განმავლობაშიც იყენებს იგივე ფილტრს. მე რაღაც პერიოდის მე ერთი პრობლემა აქვს ის, რომ ძალიან რო სველდება, იბერება და გამოღების დროს ეს თავი ძვრება და უნდა რჩება ჩიბუხში და მოკეთ მინახავს რამდენიმე ვიდეო, რომ ბევრი წვალობდა ამის გამოღების და ამიტომ მაინც რეკომენდირებულია, რომ 10 მოწევის შემდეგ შეცვალოთ. ანუ კიდევ ერთხელ ჩიბუხსაც რო გაუფრთხილდეთ და ასევე მისი ფუნქციები შეიძლება უკვე დაკარგული ქონდეს. ეს არის როკმაფელის ფილტრი, კონკრეტულად ბრიქამის ჩიბუხებისთვის. შემდეგი არის ბალსას ფილტრი, რომელიც ასევე ხისგან არის, ოღონდ ეს რაღაცა კონკრეტულად უფრო რბილი ხეა, რბილი ხისგან კეთდება და საუკეთესო არის ნესტის შეწოვისთვის რა. ნესტს იწოვს საუკეთესოდ. აი ესეთი ფორმის არის და ამას ესე თავებს უმგვალებ ხოლმე 6 მმ-იანია რა, 6 მმ-იან ჩიბუხებში მიდის, ეს თავებს უმგვალებ. ხოდა ჩვეულებრივად შედის აი იმ ჩიბუხის სტიმში. ეს არის, ანუ გემოს საერთოდ არ უკარგავს, ანუ ძირითადად, ანუ ამბობენ, რომ ეს არის საუკეთესო ვირჯინიას მოსაწევად. და მეც გამომიცდია, თუმცა ვფიქრობ, რომ არანაკლებ კარგი არის ნახშირის ფილტრის ვირჯინიის შემთხვევაში. განსაკუთრებით ჩემი აზრით, ვირჯინიას კიდევ ერთხელ როგორც გითხარით, ხო იცით, რომ შაქრიანობა აქვს მაღალი და ეს მაღალი შაქრიანობა მოწევის დროს ასევე მჟავიანობაშიც გადადის რაღაც მომენტში, ხო ის წებოვანი ნივთიერება წარმოიქმნება ყვავლის შედეგად და თამბაქო რო ცხელდება, მაინც წარმოიქმნება იქ რაღაც სითხეები და ეს ვერ აჩერებს მნიშვნელოვნად და მაინც იმის გემოსაც ვირჯინიის გემოსთან ერთად შეიგრძნობს და ამიტომ ჩარკოვილი ფილტრი ჩემი აზრით საუკეთესოა ნახშირის ფილტრზე რო მოგსაუბარი. თუმცა ესეც არის მნიშვნელოვანი, რომ ამასთან ერთადაც დააგემოვნოთ. ამას არ უყვარს აგრესიული მოწევა, ძალიან ნელა უნდა მოწიოთ, რომ ამან ძირითადად სინესტე დააკავოს და მაქსიმალურად გემო შეიგრძნოთ თამბაქოსი თქვენი სენსორებით, ასე ვთქვათ. კარგით, მოკეთ ბალსას ფილტრები, აი ესე იყიდება, ესე მოდის და ეხლა გადავიდეთ ნახშირის ფილტრებზე, რომელიც არის ორი ტიპის, ესეთი 6 მმ-იანები.
ეს არის ჯუნიორი და ეს გრძელი. განსხვავება არის ის, რომ ნახეთ, აი ამას და ამას შორის ეს გრძელია, ეს მოკლე. ეს ძირითადად გამოიყენება აი ესე რომ შევადაროთ, ეს ძირითადად გამოიყენება მინუტო ფაიფებისთვის, აი პატარა ჩიბუხები რო არსებობს, სავინელი უშვებს და ბევრი სხვა სავარაუდოდ, მაგრამ მე სავინელის მოქვს და საუკეთესოა იმისთვის და ეს კიდევ უფრო გრძელყუნწიანი ჩიბუხებისთვის. ორივე არის იდეალური, ამბობენ რომ white elephant-ი, აი ეს კონკრეტული მოდელი არის საუკეთესო. ის ესე იგი შთანთქავს როგორც ნესტს, მშავიანობას, ასევე ტარას რა, აი მონენითიერებას, რაც ცუდ გემოს იძლევა და ენაზე ენის კბენ tongue bites რო ეძახიან რა. ენის კბენასთან რო არის დაკავშირებული რა, ანუ ენის სიმწარეს რო იძლევა, აი ეს არის ძირითადად მაგისთვის რა. ეხლა რა რისგან შედგება ეხლა ეს, მინდა რომ გაჩვენოთ ერთი ცალი რო გავხსნა და აი გაჩვენოთ შიგნით არის პატარა ასე ვთქვათ ისინი, რა ქვია, ნახშირის ბურთულები რა. თუ გავხსენი ერთი ცალი, იგი აი ესეთი კერამიკის თავები აქვს ამ ფილტრებს და საუკეთესოდ იკავებს. დავწევ კამერას. აი ესეთი რაღაცეები აქვს, აი ნახეთ. აი ესეთი რაღაცა ნახშირებია პატარ-პატარა შიგნით ჩაყრილი. და კიდევ ერთხელ არის საუკეთესო, ანუ ჩემი აზრით გემოს მნიშვნელოვნად ახლა ეს არ უკარგავს და ჯანმრთელობისთვის იქნება გამომდინარე რომ ტარას დიდ ნაწილს იკავებს ძირითადად აი იმ წებოვან ნივთიერებას რომელიც რაღაც მხრივ გემოს მაინც აძლევს. ავიც მე ესე ვიტყოდი რა მოკეთ რომ შეიძლება გემოს რაღაც ნაწილს იკავებს ეს ნახშირის ფილტრი, თუმცა იმდენად მნიშვნელოვნად იკავებს იმ ცუდ რაღაცას, რომ გემოს მაინც შეგრძნება უკეთესია ვიდრე თქვათ ბალსას ფილტრით რომ მოწიო ან როკმაფელითაც რა. ჩემი გამოცდილებით ეგრეა და არ ვიცი მოკეთ შეიძლება ინდივიდუალური იყოს ძალიან და ვიღაცას რა თქმა უნდა ერჩივნოს, ან შეიძლება ჩიბუხს გააჩნდეს. სხვადასხვა ჩიბუხში სხვანაირი იყოს. და იგივე არის charcoal ფილტრი, ანუ იგივე ნახშირის ფილტრი, როგორც 9 მმ-იანი, რომელიც შედარებით დიდი არის 9 მმ-იანი ჩიბუხებისთვის. ეს არის სულ მეგობრებო, ვფიქრობ, რომ ფილტრით მოწევა აუცილებელია და მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ჩიბუხის სუფთა შენახვის თვალსაზრისით, თუმცა ყველანაირად უნდა დააგემოვნოთ ჩიბუხი ფილტრის გარეშეც სხვადასხვა ფილტრების გამოყენებით და ეს მრავალფეროვნება მოგცემთ უფრო უკეთესი არჩევანის და გადაწყვეტილების საშუალებას, რომელი არის თქვენი ასე ვთქვათ თქვენი სტილი მოწევის, რომელი ფილტრით. თუ საერთოდ შეიძლება უფილტროთ. ჩემი მეგობრები რამდენიმე საერთოდ ფილტრის გარეშე ეწევა რა. და ის რაც მათ რაც ის გემო რაც მათ სიამოვნებთ, ჩემთვის მაგალითად არ არის სასიამოვნო, თუმცა იმათთვის ის ძალიან მისაღებია. ამიტომ ინდივიდუალურია ჩიბუხი. მთავარია კიდევ ერთხელ თქვენ მოიგონთ თქვენ თავზე და განიცადოთ სიამოვნება ჩიბუხის მოწევის პროცესში. აბა წარმატებები და კარგად იყავით.